უწყვეტი აქციების მე-20 დღე და კვლავ პროტესტით სავსე ქალაქი თბილისში დღეს 10-მდე მარში მოეწყო. მსვლელობები მიმდინარეობს ახლაც რუსთაველისკენ, რომელიც 20 დღეა პროტესტის მთავარი ადგილია. ოლიგარქის რეჟიმი კვლავ თავებს ითვლის და კვლავ არასწორად. ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა პროტესტი ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა და ამ თემაზე სპეციფიკური ხუმრობაც სცადა. თბილისის მერმა კი აქციის მონაწილეთა ჩაცმულობით დაასკვნა, ვინ რომელ აქციაზე დადის და დღეში რამდენჯერ. ოცნების გამოხმაურებები კრიტიკას ვერ უძლებს. ვიწყებთ ახლა ჩართვებს ისტორიკოსთა მარშში. სტარტი აიღო ამ მარშმა და მსვლელობამ რესპუბლიკის მოედნიდან და რამდენადაც კადრში ვხედავ, უახლოვდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. ჩვენი კოლეგა გიორგი კვიჟინაძე შემოგვიერთდება. როგორია დღეს ისტორიკოსების მთავარი სათქმელი? ისტორიკოსები ისტორიის ორ მხარეს, სწორედ ასეთი შეძახილები გვესმის აქ მყოფი ისტორიკოსებისგან, რომლებმაც დაიწყეს მარში რესპუბლიკის მოედნიდან და მიემართებიან ახლა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, სადაც უკვე მე-20 დღეა პროტესტის მთავარი ეპიცენტრია სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია. ჩვენ ახლა გავესაუბრებით ისტორიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, გამოსავალი მარტივია. ეს არის ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ასევე უნდა გათავისუფლდეს ყველა ის პატიმარი და ტყვე, რომელიც რეჟიმმა ბოლო პერიოდის მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გავესაუბროთ ახლა ისტორიკოსებს, რომლებმაც მარში ცოტა ხნის წინ დაიწყეს, ისინი მსვლელობით მიემართებიან ახლა პარლამენტის შენობისკენ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ, რისი თქმა გსურთ თქვენ ისტორიკოსებს, ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე კარგად იცით საქართველოს ისტორია და ამ ისტორიას, რომელსაც თქვენ ასწავლით შთამომავლობას, სწორედ ასწავლით იმას, რომ რუსეთი ოდითგანვე იყო ჩვენი ქვეყნის მტერი. ჩვენ ამ შემთხვევაში უერთდებით, აი ბანერზეც გვაქვს გამოტანილი, უერთდებით საკუთარ ხმას უერთებთ არაერთ მოქალაქეს ამ ქვეყანაში, რომელმაც თქვა, რომ მას სურს ევროპული მომავალი, მას სურს ქვეყანაში თავზე არ გვახევდნენ კონსტიტუციას, არ კონდეს, ასე ვთქვათ, არ ყავდეს სინდისის პატიმრები, სტუდენტები და ლექტორები და რა ვიცი, ყველა სოციალური სეგმენტის წარმომადგენელი და არ აღმოჩნდეთ, არ დავრჩეთ ცივილიზაციის არასწორ მხარეს. აი ამას ვითხოვთ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბევრი ეპოქის არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრი სახელმწიფოს მაგალითზე თუ რა შეიძლება მოხდეს და როგორ შეიძლება უნდა იქნას გამოყენებული შანსი, ან როგორ შეიძლება იქნას ეს შანსი გაშვებული. ამიტომ ჩვენ არ გვინდა ეს შანსი გაუშვათ და ჩვენ გვინდა აღმოჩნდეთ და კვლავაც ვიაროთ იმ მიმართულებით, რასაც ქვია ევროატლანტიკური სამყარო და ამ სამყაროს ნაწილი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყანა. იმიტომ რომ ეს იქნება აი ამ ახალგაზრდა თაობის, ჩვენს უკან არიან ჩვენი სტუდენტები, ყოფილი თუ ახლანდელი და ამ ადამიანებს რომ არ დაეკარგოთ მომავალი და შესაბამისად ამ ქვეყანას არ დაეკარგოს მომავალი. ეს გვინდა ჩვენ. მადლობა ძალიან დიდი. მოგესალმებით. თქვენს კითხავთ, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი? ხედავთ, არის დიდი ბანერი გაშლილი, სადაც აწერია ხელახალი არჩევნები და ასევე თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ხომ აი კრიზისი, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, ამის მარტივი გამოსავალი არის სწორედ ხელახალი არჩევნები, რაზეც ჯერჯერობით არ თანხდება ოლიგარქი ივანიშვილი და მისი პარტია. ბატონო, ხელახალი არჩევნების მიღწევა ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული იქნება, რადგანაც არც ერთ ავტორიტარულ რეჟიმს ასე მარტივად საკუთარი ძალაუფლება არ დაუთმია. ერთადერთი გამოსავალი არის ბრძოლა, ის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ და ამ ბრძოლის გზაზე საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. აი ისტორიულად ოდითგანვე იყო რუსეთი ჩვენი მტერი. დღემდე არის ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული და ეს უკანონო ბორდერიზაცია ამ დრომდე გრძელდება. ხომ რატომ ცდილობს ოლიგარქის ხელისუფლება, რომ აი დაგვაახლოვოს ისევ რუსეთს და ჩაგვიკეტოს ის კარი, რომელიც გაიღო, ეს არის ევროპული გზა და კარი. სამწუხაროდ იმას ვერ ვიტყვი, რომ იგი უბრალოდ შეცდომას უშვებს და ეს რეჟიმი უბრალოდ შეცდომას უშვებს, რადგანაც ერთი და იგივე შეცდომა შეუძლებელია ერთ სახელმწიფოში მრავალჯერ დაუშვა. ერთადერთი რისი თქმაც ამ შემთხვევაში შემიძლია არის ის, რომ ეს ხალხი უბრალოდ ცდილობს საკუთარი ფინანსური და საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მადლობა ძალიან დიდი, მოგესალმებით. თქვენც რომ გითხრათ რა არის თქვენი სათქმელი, რას ეტყოდით რეჟიმს, რომელსაც დატყვევებული ყავს არაერთი უკანონო პატიმარი, რომელსაც სხვადასხვა მუხლებით ასამართლებს მხოლოდ იმიტომ, რომ დააშინოს საზოგადოება, რომ საპროტესტო აქციებზე აღარ გამოვიდნენ. ხომ რეალურად ამას ემსახურება ეს? აქ ჩვენ ვართ ისტორიკოსების მიერ მოწყობილ აქციაზე და მარშზე და ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნის წარსული და როგორ მიდიოდა ეს ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში განვითარების გზით. არასდროს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მეთაურებს ხელისუფლებას არ გადაუხვევია იმ ცივილიზაციური არჩევანისთვის, იმ გზისთვის, რასაც ქვია დასავლეთი, იმიტომ რომ ჩვენ ამაში ვხედავდით ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის განვითარების საუკეთესო საშუალებას და შესაძლებლობას. ამიტომაც ჩვენ დღეს გამოვდივართ ორი უმთავრესი მოთხოვნით. ეს არის სინდისის პატიმრების, ახალგაზრდების, სტუდენტების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც ვარ ძალიან ბევრი. ზვია ცეცხლაძე მაგალითად არის დაპატიმრებული დღეს და ედება რაღაც ბრალად რაღაც სახელმწიფო გადატრიალება და ასე შემდეგ. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ეს სინდისის პატიმრები და რა თქმა უნდა კრიზისის დასამთავრებლად ერთადერთი საშუალება, ერთადერთი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. მადლობა ძალიან დიდი და ერთ ადამიანსაც გავესაუბრებით, რომელიც არის ასეთი ისტორიული 60 აბჯარით წარმოდგენილი აქციაზე. პირველ რიგში რა გინდათ ამ ჩაცმულობით, რომ ვთქვათ და მეორეს მხრივ რა არის თქვენი პროტესტის მთავარი мотиваცია და მიზეზი, რის გამოც ახლა აქ იმყოფ? მე ოფიციალურად ისტორიკოსი განათლებით არ გახავთ, მაგრამ ვარ მოყვარული რეკონსტრუქტორი, ვცდილობ გავაცოცხლო ჩვენი ქართული კულტურის და წარსულის ისტორია, იმიტომ რომ ეს კი არ არის მარტო წიგნში წაიკითხო რა ხდებოდა და როგორი იყო. ცოცხალშიც რომ გავაცოცხლო ეს ქართული მეომრის სახე და აქ სხვადასხვა ეპოქის და დროის პერიოდის აბჯრები მაცვია. ეს არის სამკლაურები არის ბიზანტიური გავლენით ქართულ ფრესკებზე წმინდა გიორგის მიხედვით გავაკეთე. ტანზე მაცვია ბექთარის სტილის აბჯარი. ეს იყო უფრო გვიანი შუა საუკუნეების ქართული რაინდის აბჯარი არის. შიგნიდან მაცვია ცოტა გამბეზონი, რომელიც დაახლოებით სკვითებიდან შემოვიდა მსგავსი ჩოხა, რომელიც არის ჩოხამდე იყო ასეთი სქელი აბჯრიში და დარბილება. ეს მაცვია და თავზე მაცვია ხევსრული სტილის ჩაჩქანი. და ამით მინდა ამ ჩაცმულობით რატომ ხარ წარ? მე მიტინგებზე სულ დავდივარ ამ ჩემი ჩაჩქანით და ეხლა სრულიად ისტორიკოსებთან ერთად სრულიად აღვიკაზმე იმისთვის, რომ ვაჩვენო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ისტორიული წინაპრების საქმეს, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და იბრძოდნენ ევროპასთან ერთად, ევროპას იცავდნენ, ქართველების პასუხისმგებლობა რომის პაპის და ბევრი ევროპული მეფე და რომაელები და ბიზანტიელებიც და მანამდე საერთოდ ერთ-ერთი პირველი უძველესი კავშირი იყო ჩვენსა და კოლხეთსა და მინოელ ცივილიზაციას შორის და ამ დროიდან მინოელებიდან და კოლხებიდან მოყოლებული ერთადავართ, მაგრამ ჩაგვჭრეს სამწუხაროდ მოგწყვიტა ბიზანტიის დაკარგვით, მოვიწყვიტეთ და მერე რუსეთი გვეგონა რომ ევროპული ქვეყანა იქნებოდა და იმანაც გვიღალატა. აღმოჩნდა მონღოლეთი ნომერი 2 და ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ისტორიულ ძმებს, ევროპას და ამ რო ვიბრძვით ჩვენ ახლა რუსეთის გავლენის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით ისტორიულ ბრძოლას ვიცავთ ევროპას. როგორი იქნება ამ ბრძოლის დასასრული? უკვე მეოცე დღეა პროტესტი, აქტიურ ფაზაშია, არ ნელდება, არ წყდება და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი აქტივობა იგეგმება და უფრო და უფრო მეტ აქტივობას ვხედავ. მე სამწუხაროდ ამის პასუხს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არც ორგანიზებული არ არის, ყველა ქართველი აქ გამოდის, არავინმე პოლიტიკოსისთვის, არამედ გძნობს, რომ ქვეყანა მიდის არასწორ გზაზე, არასწორი პოლიტიკოსები ყავს და ჩვენ ყველანი გამოდივართ ამ მუხტით და დასასრული ჩემი იმედი არის, რომ მოეგება არსებული ძალაუფლება, არალეგიტიმურად ვთვლი მე ამ ძალაუფლებას, მაგრამ მოეგება, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წადის, მიდის და იმედია თვითნებურად დაეთანხმება მოთხოვნებს და გადადგავს უკან ნაბიჯებს, რომ დაუბრუნდეს ხალხის გზას. მეტი მე არ ვიცი, მე ჩემ საქმეს ვაკეთებ ამ ბრძოლის. მე როგორც ხელოვანი და არა პოლიტიკოსი ამ საქმეს ვცდილობ გავაკეთებ. მადლობა ძალიან დიდი და დავით ბრაგვაძე იმყოფება ასევე ჩვენთან ერთად აქციაზე, ამ მსვლელობაზე, რომელსაც გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში. დავით, საღამომშვიდობისა, ხედავთ ეს არის პროტესტის მეოცე დღე. უფრო და უფრო მეტი აქტივობა
იგეგმება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან სხვადასხვა სფეროს და პროფესიის ადამიანები გამოდიან ქუჩებში დილიდან და დღის განმავლობაშიც არის აქტიური პროტესტი. ხომ რა იქნება ამ პროტესტის დასასრული საბოლოო ჯამში და როგორ ფიქრობთ რა იქნება ამ ბრძოლის მთავარი შედეგი და მონაპოვარი? ამ ბრძოლის დასასრული და მთავარი შედეგი და მონაპოვარი რა თქმა უნდა იქნება ხელახალი თუ განმეორებითი თუ რავი როგორც ქვია სამართლებრივ ენაზე არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და საბოლოო შედეგი ამ ყველაფრის კიდე იქნება ის, რომ საქართველოს დაუბრუნდება თავისი ისტორიული, რადგან ისტორიკოსების მარშზე ვართ ახლა, ისტორიული განვითარების კურსს, სადაც არის მისი ადგილი კულტურულად და ისტორიულად, ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენ ევროპულ ოჯახს და ძალიან ესე მტკიცე ნაბიჯით ორ ფეხზე გავაგრძელებთ სიარულს ევროპისკენ, იმიტომ რომ სხვა არჩევანი ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს და სხვა გზაც ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია. მადლობა ძალიან დიდი დავით ბრაგვაძეს ესმენდით პირდაპირ ეთერში ისტორიკოსთა მარში უკვე მიუახლოვდა პარლამენტის შენობას, სადაც რუსთაველის გამზირი არის ასევე გადაკეტილი და იქ ასევე იკრიბებიან უკვე მე-20 დღეს მოქალაქეები იმისათვის რომ გააპროტესტონ ოლიგარქი ივანიშვილის პრორუსული ნაბიჯები, როდესაც ის აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპულ მისწრაფებას და უხურავს იმ კარს, რომელიც ისტორიულად არის გახსნილი. მადლობა გიორგი კვიჟინაძემ ისტორიკოსების ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოგვასმენინა. კიდევ ერთი მსვლელობა დაიწყო ევროკავშირის ოფისთან. ამ მსვლელობას საზოგადოება ილიას უნივერსიტეტთან შეუერთდა. მარში პარლამენტისკენ მიემართება. ჩვენი კორესპონდენტი მარი წაკაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მარი, მოგვიყვევი ამ მსვლელობის მონაწილეთა შესახებ. მარშმა სათავე აიღო ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან. აქ შეიკრიბნენ და ისინი შეუერთდნენ უკვე შემდგომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მყოფ ლექტორებსა და პროფესორებს, რომლებიც ერთად აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს. ისინი ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები. ჩემს გვერდით ახლა იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი თათია კეკელია. თუ შეგვიძლია გითხრათ უფრო მეტი რამ ამ პროტესტის შესახებ. ჩვენ ფაქტობრივად მიმდინარე პროცესების განმავლობაში ხშირად ვხედავთ პროფესორ მასწავლებლებს ამ პროტესტზე. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ უფრო მეტი? კი, აუცილებლად. მოგესალმებით პირველ რიგში, ეს პროტესტი არის ზოგადად სახალხო პროტესტის ერთ-ერთი ნაწილი. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ იგივე მოთხოვნები გვაქვს ბოდიში. პირველ რიგში ვითხოვთ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, ასევე ვითხოვთ, რა თქმა უნდა, არალეგიტიმური მთავრობის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას, დანიშვნას და მინდა ასევე დავამატო ის, რომ დღევანდელი ეს აქცია კონკრეტულად არის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების აქცია, საუნივერსიტეტო საზოგადოების, აქ არიან სტუდენტებიც, აქ არიან კურსდამთავრებულებიც, ვართ ჩვენ პროფესორ მასწავლებლებიც და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში ჩვენი ვალია რომ დავდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რატომ ებრძვის ყველა დიქტატორი განათლებას და ჩვენ პირველ რიგში სამიზნე ვართ. თავისუფალი განათლება არის ამ რეჟიმის სამიზნე, როგორც ყველამ ძალიან კარგად იცის და შეიძლება ითქვას, რომ ის თუ რა მდგომარეობაშია განათლება ქვეყანაში, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ხელისუფლება არის და როგორი მთავრობა. ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ და ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით და რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას, მით უკეთეს იქნება ყველასთვის. დიდი მადლობა თქვენ უსმენთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თათია კეკელიას. გადავალ შემდგე კორესპონდენცია, რომელიც აქ იმყოფება, თქვენ ილიას უნივერსიტეტს წარმოადგენთ. ხომ რომ გითხრათ უფრო მეტი, წარგვედგინოთ საკუთარი თავი, მაყურებელს წარუდგინოთ თქვენი თავი და რაც გვეტყვით მიმდინარე პროტესტზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ხოლმე ძალიან აქტიური მიმდინარე პროტესტების დროს, გვახსოვს რუსული კანონის აქციების დროს და ძალიან ხშირი იყო პროფესორ მასწავლებლების გამოსვლაც. რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ლოკალური პროტესტი
პროტესტები და რას ნიშნავს ის, რომ დღეს განათლება არის საფრთხეში. ეს არის ხოლმე თქვენს ბანერებზე ხშირად წარმოდგენილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის მართლმოწინავე არის ამ პროტესტებში, იმიტომ რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ რაღაცა მე მაგალითად სამართლის სტუდენტი ვარ და გარდა იმისა, რომ რაღაც კონკრეტულ კოდექსებს ვსწავლობთ იმ მორალს, რომელსაც უნდა მივყვებოდეთ, რაც არის თავისუფლება, თავისუფალი აზროვნება და არ შეიძლება რომ როცა სახელმწიფო გექცევა ასე სასტიკად, ექცევა საკუთარ მოქალაქეებს ასე სასტიკად, ჩვენ ვიყოთ ჩუმად, გავაგრძელოთ აუდიტორიაში ყოფნა. მე ასევე მინდა რომ სოლიდარობა გამოვხატოთ. გონია რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეს ამაშის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის რომ გამოვხატოთ სოლიდარობა იმ დაკავებული ადამიანების მიმართ. დეკანი არის ბათუმში დაკავებული და 4 სტუდენტი და საქართველოში ასევე ძალიან ბევრი სტუდენტი. მათ მიმართ სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ ჩვენ აუცილებლად. არ იმსახურებენ ისინი ციხეში ყოფნას, ისინი ეხლა ისჯებიან მარტო იმიტომ, რომ არიან თავდადებულები, არიან მამაცები და მართლა საქართველოს უყვართ და ესეთი ადამიანები ციხეში არ უნდა იყვნენ. თქვენ ხართ სამართლის სტუდენტი, როგორც თქვით. აი, რას ეტყოდით ქვეყნის ეგრეთ წოდებულ დღევანდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ფაქტობრივად ისეთ კანონებზე საუბრობს, რომელიც სცილდება ადამიანის უფლებების დაცვას, სცილდება ევროპულ ღირებულებებს. თქვენ როგორც სამართლის სტუდენტი, როგორ შეფასებას მისცემთ ამ ყველაფერს? მე როგორც სამართლის სტუდენტი პირველ რიგში გეტყვით, რომ ირაკლი კობახიძე არ არის პრემიერ-მინისტრი, არ შეიძლება რომ ყოველად უკანონოდ მოსული და შეცული ამ მთავრობის სახლში ყოფი ადამიანს უწოდოთ პრემიერ-მინისტრი. მას არ მოუგია არჩევნები, არ აქვს ხალხის ლეგიტიმაცია და საერთოდ რა კანონებზე გვესაუბრება. არ ვიცი, არ არის საინტერესო. მათ მიერ შემოთავაზებული არც კარგი, არც ცუდი, კარგი კი არაფერი უქნიათ, მაგრამ კარგიც რომ იყოს, არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ისინი არ წარმოადგენენ ხალხის ნებას. რაც შეეხება ახლა მიღებულ კანონებს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ყველანაირი ადამიანის უფლების დარღვევა, რასაც დღეს ქუჩაში აკეთებენ, რასაც ცდილობენ გამოხატოს თავისუფლება, ყველაფრის დარღვევა საერთოდ და არ ვიცი, არ არის საინტერესო მისი აზრი. თავარია რომ წავიდეს და თავარია რომ მოგვეცეს ახალი არჩევნების ჩატარების საშუალება. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს. მე გადავინაცვლებ სხვა აქ მყოფ აქციის მონაწილეებზე. თუ გსურთ, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით უფრო მეტი, სულ ცოტა ხანში მივუახლოვდებით უკვე საკანონმდებლო ორგანოს. რომ გითხარით უფრო მეტი აქციაზე და თქვენს ბანერზე. და ის რომ თქვენ როგორც სხვა აქ მყოფი ადამიანები სოლიდარობას უცხადებთ რეჟიმის ტყვეებს. დიახ, პირველ რიგში ჩვენი ორი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და გადადგეს ეს არალეგიტიმური მთავრობა და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. ამ ბანერზე როგორც ვიცი დაუმორჩილებლობა წერია და ზუსტადაც დაუმორჩილებლობა არის ჩვენი უფლება, როდესაც ხელისუფლება გადის კონსტიტუციის ქარგლებიდან, ხალხს სრული უფლება აქვს თუნდაც აჯანყების. ასევე თქვენ იყავით თუ არა ევროკავშირის ოფისთან, ხომ? ჩვენ კიდევ გავესაუბრებით ერთ-ერთ აქ მყოფ მოქალაქეს, რომელიც პროტესტებს და ეს ადამიანი იყო დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ოფისთან. თუ შეგიძლიათ გითხრათ უფრო მეტი, თქვენ ვიცი რომ იყავით ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან და იმყოფებოდით იქ და საკმაოდ იყო დიდი მობილიზებაც, ხომ პოლიციის. რომ გითხრათ უფრო მეტი ამ აქციებთან დაკავშირებით, სულ ცოტა ხანში მივალთ საკანონმდებლო ორგანოსთან. რატომ შევიკრიბეთ ამაზე? რა გითხრათ უფრო მეტი აქციები? რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვიკრიბებით უკვე მე-20 დღეა თავისუფალი საქართველოსთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვინც ამ აქციაზე შევიკრიბეთ, ვინც დასავლეთში მივიღეთ განათლება, გვინდა რომ სხვებსაც ამ ქვეყანაში ქონდეთ იგივე შესაძლებლობა. მინდა რომ ჩვენ პატარადებსაც ქონდეს იგივე შესაძლებლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომცა, ძალიან დიდი გამოცდილება იყო. განათლება არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და მინდა რომ ნებისმიერ ქართველ შეეძლოს მიიღოს საუკეთესო განათლება. ამჟამად უცხოეთში, შემდეგ საქართველოში, რა თქმა უნდა, და მინდა რომ
ვიყოთ თავისუფლები, თავისუფლად მოაზროვნეები და სწორედ ამიტომ დგას აქ ხალხი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეებს. ადამიანები მოქალაქეები აქციის მონაწილეებმა მსროლობის სათავე დაიღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის შემდგომ ისინი შეუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მყოფ პროფესორ მასწავლებლებს. სულ ცოტა ხანში მივალ მარშით აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან და ერთად გააპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს და მოითხოვენ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას. დიახ, ეს მარშიც საბოლოოდ მივა რუსთაველზე პარლამენტის წინ, სადაც გზა უკვე გადაკეტილია. მარი წაქაძე იყო პირდაპირ ეთერში. უწყვეტი აქციებია ბათუმშიც, პროტესტი დღეს ჯერ უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება მოითხოვეს. აქვე გაგახსენებთ, რომ პატიმრობაში რჩება ბათუმში დაკავებული დეკანი და 4 სტუდენტი. ეს რეზონანსული საქმე ცოტა ხნის წინ თბილისის აქციაზეც გაიხსენეს. დღის ბოლოს კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლა პროტესტმა. ადგილზე მუშაობს თამარ თედიაშვილი. ის მოგუყვება რა ვითარებაა ბათუმში აქციების მე-20 დღეს. დიახ, დანარჩენ საქართველოში თუ 20 დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ბათუმში შეიძლება ითქვას, რომ უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს უკვე 29 დღეა, იმიტომ რომ სწორედ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ადგილი, სადაც სტუდენტებმა დაიწყეს უწყვეტი საპროტესტო აქციები. ისინი ათენებდნენ და აღამებდნენ უნივერსიტეტის შენობაში ერთადერთი მოთხოვნით, რომ დანიშნულიყო ხელახალი არჩევნები, რადგან მათი თქმით არჩევნები გაყალბდა და სწორედ ეს იყო მათი მთავარი მოთხოვნა. თუმცა შემდგომ უკვე ირაკლი კობახიძის გაუგონარი განცხადების შემდგომ მთელი საქართველო დადგა ფეხზე და ამ აქციებმა სხვა ფორმატი და სხვა მასშტაბი მიიღო. დღეს სწორედ უნივერსიტეტში შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც ამ უნივერსიტეტში მუშაობენ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან, პროფესორ-მასწავლებლები არიან, სტუდენტები, მათ შორის და საუნივერსიტეტო მარში დანარჩენი საქართველოს დიდი ქალაქების პარალელურად გაიმართა. ბათუმშიც ისინი სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მივიდნენ, იყო სიტყვით გამოსვლები, მოუწოდეს თანამოქალაქეებს, თანამოაზრეებს გამოთქვეს თავიანთი პოზიცია და თავარ მოთხოვნად რა თქმა უნდა არის ბათუმში უკანონოდ დაკავებული სხვა დაკავებულებთან ერთად, მათ შორის ბათუმში უკანონოდ დაკავებული დეკანისა და სტუდენტების გათავისუფლება. შეგახსენებთ, რომ ისინი უკვე მერამდენე დღეა იმყოფებიან პატიმრობაში, სისხლის სამართლის მუხლით არიან დაკავებულები და მათ ედავებიან ჯგუფურ ძალადობას. მთავარი მოთხოვნა ბათუმის აქციებზე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასევე არის სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად ამ ადამიანების გათავისუფლება. მე ვეცდები, რომ ახლა გავესაუბრო აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. ლაშა ბაჟუნაიშვილს ვხედავ ახლა მე ჩვენთან ერთად. ლაშა, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სტუდენტების გვერდით გახართ პირველივე დღიდან. ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის თავიანთი პროფესორების გვერდით დგომა, ამას არაერთხელ აღნიშნავენ. თქვენი როგორც მოქალაქის, როგორც პროფესორის, როგორც ამ ახალგაზრდების ზურგის გამაგრებელი ადამიანის პოზიცია რამდენად მნიშვნელოვანია დღეს კიდევ ერთხელ მე-20 დღეა მთელ საქართველოში, 29 დღეა ბათუმში, იმიტომ რომ სტუდენტები მანამდე ათებდნენ ღამეებს უნივერსიტეტში. დღეს რა გვაქვს სათქმელი თითქმის ერთი თვის შემდეგ ხელისუფლებისთვის და თქვენი თანამოაზრეებისთვის? დიახ, 20 დღის უკან თუ ქონდა სათქმელი ჩვენ რომ ევროპულ გზას უნდა დაბრუნებოდა საქართველო, დღეს უკვე გვაქვს სათქმელი რომ გამოუშვან უნდა ყველა ის დაპატიმრებული დემონსტრანტი და ასევე მინდა აქვე მოუწოდო ქართულ სასამართლო სისტემას, რომ ასევე პროფესორი და 4 დაპატიმრებული სტუდენტებიც გაათავისუფლონ, იმიტომ რომ ისინი ამდენად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეწირებიან. ეს მოთხოვნა დაემატა დღეს და ბუნებრივია რჩება ორი ყველაზე მთავარი მოთხოვნა. ეს არის სამართლიანი არჩევნები და რჩება ბუნებრივია მოთხოვნა ჩვენი ყველაზე ისტორიულად მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური კურსის ევროინტეგრაციის აღდგენა. ჩვენ ყოველთვის ვიდექით სტუდენტების გვერდით, სტუდენტები იდგნენ ჩვენ გვერდით და ზოგადად ჩვენ ერთად ვდგავართ ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ქუჩაში და ვფიქრობ ეს ასე გაგრძელდება, სანამ არ მივაღწევთ იმას, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის განზრახული, გავიყვანოთ სამშვიდობოზე და დავაბრუნოთ საქართველოს ევროატლანტიკურ რელსებზე. მადლობა. ლაშა ბაჟუნაიშვილს უსმენდით, როგორც გითხარით, ლაშა ბაჟუნაიშვილი არის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც პირველივე დღეებიდან სტუდენტების გვერდით დგას. მარინა ქორიძე, ქალბატონი მარინა ქორიძე ახლა ჩვენთან ერთად. თქვენს ლექტორი, პროფესორი ბრძანდებით და თქვენი სტუდენტები ძალიან მედგრად იბრძვიან, დაუღალავად იბრძვიან ამ პროცესებში საქართველოს
ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად და მნიშვნელოვანია მათი პედაგოგების, ლექტორების გვერდით დგომა, ამას არაერთხელ აღნიშნავენ. თქვენი პოზიცია რამდენად მნიშვნელოვანია ქუჩაში ეს პროცესები და რა გაქვთ სათქმელი როგორც თქვენი სტუდენტებისთვის, ასევე თქვენი კოლეგებისთვის და ხელისუფლებისთვის. მადლობთ. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა და ჩვენ უნდა ვიდგათ ჩვენი სტუდენტების, ჩვენი ახალგაზრდობის გვერდით, იმიტომ რომ დღეს იწერება საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი და დღეს ესენი არიან ჩვენი კაპიტნები და ეს ქვეყანა მათია და მომავალი მათია. მე არასოდეს ყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი და ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი პარტია, ჩემი საქართველო და ჩემი სამშობლოა, მაგრამ მე ვიყავი იქ საბჭოთა კავშირში რუსეთთან ერთად და აღარ მინდა ჩემი ქვეყანა ერთხელ კიდევ იქ დაბრუნდეს. ჩვენ უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანას გქონდეს წინსვლა, განვითარება, თავისუფლება და დემოკრატია. ამათი მომავლისთვის, ჩვენი სტუდენტების, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ეს ასეც მოხდება, აუცილებლად მოხდება ასე და იცით რა, ძალიან ბევრია ადამიანები, ვინც ჩვენსავით ფიქრობს დღეს, მაგრამ აქ არ არიან, რაღაცას ერიდებიან, მაგრამ რა უნდა დაკარგოს ადამიანმა იმაზე ღირებული, ვიდრე სამშობლოს სიყვარულია. მე მინდა ყველას მივმართო. გაუშვით ხელი სავარძლებს. ფეხზე აღუდექით საქართველოს და დაუდექით საქართველოს მომავალს, ახალგაზრდობას გვერდით. მადლობა, ქალბატონ მარინა ქორიძეს უსმენთ, თქვენ მან მიმართა იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ერიდებიან გარკვეულ რაღაც საკითხებს და ამის გამო არ დგანან ქუჩაში სწორ მხარეს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სამშობლო. ეს არის მთავარი ღირებულებები, რის გამოც ადამიანები უკვე 20 დღეა ქუჩაში დგანან, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ბათუმში კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ახლა მე კადრში რა ხდება წვიმიანი ამინდის მიუხედავად ადამიანები უწყვეტად იკრიბებიან და დღესაც ქოლგების ქვეშ დგანან, მიმართავენ ერთმანეთს და ამბობენ რომ არ დაიღლებიან იმ ბრძოლაში, რომელსაც სამშობლოს გადარჩენა ქვია. სწორედ ასე დგას ახლა საკითხი, ან გადარჩება ქვეყანა და დაუბრუნდება ევროატლანტიკურ კურსს, ან ვიქნებით რუსულ რელსებზე, რაზეც აქციის მონაწილეები ყოველდღიურად ამბობენ რომ არ დაუშვებენ და მიმართავენ ქართულ ოცნებას, რომ წავიდნენ და ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას. მადლობა თამარ, ეს თამარ თედიაშვილი იყო ბათუმიდან, სადაც აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს წინ იმართება, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეეძლო ქვეყანა ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოეყვანა. ქუთაისში გადავინაცვლოთ, ტრადიციულად აქტიურია ეს ქალაქიც და ეკა ფხაკაძე, ჩვენი ჟურნალისტი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ეკა, ვის გაგვაცნობ დღეს, რა საზოგადოებაა შეკრებილი ქუთაისში? ქუთაისში ისევ წვიმს, ისევ ფერადი ქოლგების აქცია და ისევ გადაკეტილია რუსთაველის ქუჩა მერიის შენობის წინ. დღეს სიახლე იყო ის, რომ ამ აქციას შემოუერთდა რამდენიმე ლექტორი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. მინდა გითხრათ, რომ ეს სერიოზული ამბავი იყო, რადგანაც ეს უნივერსიტეტი რატომღაც არ აქტიურობს, ან ვერ აქტიურობს, აქ არიან ლექტორები, შეგვიძლია ვკითხოთ, მაკა ჩვენ ხომ ვიცით, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი უთანაგრძნობს იმას, რაც ხდება დღეს თუნდაც აქ ქუთაისში მერიის წინ. რატომ ფიქრობ, რომ ნაკლებად ცდილობენ მოვიდნენ, ან ვერ მოდიან? ეკა, მე არ მინდა ვიყო ამ შემთხვევაში სუბიექტური, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ვერ დგას ჩვენს გვერდით, უთანაგრძნობს არა მხოლოდ თავის მხრივ სხვა ფორმით გამოხატავს პროტესტს. შეიძლება ზოგიერთი წერს, ზოგიერთი მეგობარს ეუბნება, მეზობელს ეუბნება და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ის ერთობა, რაც დაგვენახა დღეს სამოქალაქო საზოგადოებამ და ზოგადად ჩვენმა მოსახლეობამ, ესეთი პრინციპული ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლისთვის არის და ცხადყოფს იმას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უკვე არის ევროპის განუყოფელი ნაწილი, უკვე არის ევროპელები და მით უმეტეს, როდესაც საუნივერსიტეტო საზოგადოებაზე არის საუბარი, მით უმეტეს იმ ადამიანებზე, რომლებიც
აზრის ფორმირებას ახდენენ ზოგადად საზოგადოებაში და სწორედ უნივერსიტეტი არის ის სივრცე, სადაც ხდება კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება, სადაც ხდება თავისუფლების, როგორც ასეთი გაგების მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, გამოვლინება. სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ ტონის მიმცემი დანარჩენი საზოგადოების წევრებისათვის, რომ ჩვენი დაუღალავი, პრინციპული, ესე ვთქვათ, ქმედებებით, ჩვენი ძალიან მკაფიოდ აშკარად გამოხატული პროტესტით, ჩვენი შვილების წინაშე, ჩვენი სტუდენტების წინაშე, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე ანგარიშვალდებულებას ვიხდით ამ ყველაფრით. მადლობა. ვახო, ვაგრძელებ გაცნობას, არა მხოლოდ ქუთაისელების. პირველად არ არის რომ მე თქვენ ეთერში გთავაზობთ ინტერვიუებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, განსაკუთრებულ ახალგაზრდებთან, საოცრად გონიერებთან და რაც მთავარია სტუდენტებთან, რომლებიც ალბათ ჩვენი ასაკის ადამიანებთან განსხვავებით ძალიან საღად და ძალიან რეალისტურად უყურებენ, სულაც არ ეჩქარებათ ეს პროცესი, ძალიან სწორად უყურებენ ამ პროცესს. ოთო ირემაძე ალბათ გახსოვთ, თუ არა და დღეს უფრო კარგად გაიცნობთ. ოთო, გითხარი აბა, როგორ ფიქრობთ, რამდენ ხნიანია ეს პროცესი და რამდენი ხანი უნდა ვიყოთ გარეთ? მივესალმებით თქვენ მაყურებელს. იმდენი ხანი უნდა ვიყოთ გარეთ, რამდენი ხანსაც საჭირო გახდება, ხო? იმიტომ რომ ერთადერთი გზა აქედან ახლა არის ორი ვარიანტი. ან ჩვენ უნდა დავიხიოთ უკან ხალხმა სამოქალაქო საზოგადოება, უნდა დაიხიოს უკან ქართულმა ოცნებამ. იქამდე სანამ ქართული ოცნება უკან არ დაიხიოს, მე აქედან წასვლას არ ვაპირებ და დარწმუნებული ვარ, რომ არც ეს ხალხი უკან არ წავა. უბრალოდ ერთი რაღაცა უნდა გვესმოდეს რა, როცა გამოვიდა ხალხი ხო თავიდან საწყის ეტაპზე, ეს ხალხი გამოვიდა ბრაზით, გამოვიდა ფრუსტრაციით, ეს იყო მთავარი მიზეზი, ეს უნდა გადაითარგმნოს ახლა დისციპლინაში. ჩვენ რომ გვესმოდეს, რომ პროტესტი უნდა გაძლიერდეს, უნდა გამყარდეს, უნდა ვიყოთ დისციპლინურები ყოველდღიურად იქამდე სანამ ეს არ მოხდება. ჩემი ვარაუდი არის დაახლოებით 2 თვე კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, შეიძლება მეტიც და უნდა ვიყოთ ამისთვის და უნდა გვესმოდეს, რომ ეს შედეგს გამოიღებს, იმიტომ რომ მე ვერც მე და ვერც სხვა ვერავინ გარანტიას ვერ მოგცემთ იმისას, რომ აღდგომით რაღაც შედეგი დადგება. მაგრამ მე იმისი გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ აღდგომით ნამდვილად დადგება უარესი შედეგი. და ეს არის შემდეგი საკმაოდ კარგი არგუმენტი და კარგი მიზეზი იმისა, რატომაც უნდა ვიდგეთ აქ იქამდე, სანამ საჭიროა, რომ რეალისტურად უნდა შევხედოთ და ხვალ ზეგ და მაზეგ არ ჩამოიშლება რეჟიმი, რომელიც 12 წელია შენდება. ეს ხო არ არის გუშინ და არა მარტო 12, მე მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი ხანია, ხო, იმიტომ რომ ერთმა რეჟიმმა მეორე გადმოიფორმა, მესამე მეორე, ესე 30 წელია აიწყო ეს სისტემა, ძალადობრივი პოლიციას დამყარებული ერთი და იგივე ადამიანები მუშაობენ სისტემაზე, არიან შემსრულებლები ეს ადამიანები საბოლოო ჯამში, დამკვეთი იცვლება, მაგრამ ეს რომელი სისტემაც ყარდება 30 წელია და შენდება 3 დღეში და 20 დღეში არ ჩამოიშლება და ეს უნდა გვესმოდეს კარგად. მადლობა. გესმით ალბათ და ხედავთ როგორ იმატა წვიმამ, ასე რომ ფერადი კოლგების აქცია გრძელდება, შეგიძლიათ შემიფასოთ ჩემი კოლგაც. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით სერიოზულად კი გეტყვით, რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრებით აქ არიან და ფიზიკურად ვერ, იმიტომ რომ რატომ აღარ ვიტყვი, ბოლო დროს ქუთაისში უფრო ხშირად ხვდებიან, რომ ყველას ვერ გაათავისუფლებენ, ყველას ვერ დაიჭერენ, ყველასთან სახლში ვერ მივლენ. ალბათ ამის შედეგი იყო რამდენიმე დღის წინ ექიმების მარში ქუთაისში, გუშინ წინ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მარში ქუთაისში, დღეს რამდენიმე ლექტორი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიდან მოვიდა, რომელი პროფესია იქნება, ვისი წარმომადგენლებიც გაბედავენ და მოვლენ აქ აქციაზე, არ ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ ყოველ დღე ქუთაისში 7 საათზე მერიის წინ ადამიანები იკრიბებიან ნებისმიერ ამინდში. მადლობა ეკა, უმაღლესი შეფასება შენს კოლგასაც და რა თქმა უნდა უწყვეტ პროტესტს ქუთაისში. დიახ, შესანიშნავი იყო ყველაფერი ამ ჩარტვაში. დიდი მადლობა ეკა ფხაკაძეს ქუთაისიდან ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში. პროფესიული ჯგუფების პროტესტი ფართოვდება უკვე 20 დღეა საქართველოში. უწყვეტი აქციები მიმდინარეობს, არ რჩება საზოგადოების არც ერთი სეგმენტი, რომელიც ევროპული არჩევანის დასაცავად ქუჩაში არ გამოდის. ორი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. დღეს მსვლელობა გაიმართა ტურიზმისა და მომსახურების სფეროში ჩართულმა მოქალაქეებმა გამართეს მარში. ტრადიციულად აქტიურები იყვნენ სტუდენტები, მწვავე გზავნილები და საინტერესო პერფორმანსი ჰქონდათ რესტორატორებს. მოდით ვნახავთ ახლა ამის შესახებ რეპორტაჟი.
რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის მე-20 დღე დედაქალაქში სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიაში დასაქმებულმა მოქალაქეებმა გახსნეს რესტორატორები, მზარეულები, მიმტანები, ბარმენები. მასში ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტისკენ გაემართნენ. სტუმრები ფაქტიურად არ ყავს და როცა გვეყოლება ეს პროცესები თუ არ დასრულდა ისე როგორც ჩვენ იმედი გვაქვს რომ დასრულდება ჩვენ ალბათ მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლებისგან თუ მივიღებთ სტუმრებს და თუ რა ვიცი დავემსგავსებით რუსეთის სახინკლეს თორე სხვა ამ ქვეყანაში არავინ არ ჩამოვა ავტორიტარულ ქვეყანაში ნორმალური ქვეყნებიდან არ ჩამოდიან სტუმრები როცნება ჩამოსაწერია 12 წელი გავიდა უკვე რაც არის მთავრობაში და მოდი გეყოთ რა ანუ წადით მოთხოვნები უცვლელია. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. ჩატარდეს ახალი არჩევნები, რადგან მანიფესტანტების მტკიცებით, ცესკოს მიერ არჩევნების შედეგებად გამოცხადებული რიცხვები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნამდვილ არჩევანს. უამრავი ადამიანია პატიმრობაში უსამართლოდ სრულია და მომსახურების დროს არის აბსურდია რამის ეთებასაც როცა მათი სტუმრები არიან ციხეში უსამართლოდ. ამიტომ პირველი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ის ხალხი უნდა გამოშვებული იყოს ციხიდან. ქალაქის მერს კი უნდა დაგვაჯეროს, რომ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების გაბევრების მიზნით თითქოს ერთი და იგივე მოქალაქეები სწრაფ-სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს და აქციიდან აქციაზე გადადიან. მაგრამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობა საპროტესტო მოძრაობაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ისინი სახალხო პროტესტს პროფესიული ჯგუფების სახელით უერთდებიან. სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიაში დასაქმებულ მანიფესტანტებს მარშით შეუერთდნენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეკრებილი მოქალაქეები ტურიზმის სფეროდან. დიდი საფრთხე ემუქრება ტურიზმის ბიზნესს, იმიტომ რომ ყველაზე მოწყვლადი ინდუსტრიაა. ქვეყნის იმიჯის შელახვა ავტომატურად აისახება სასტუმროების ჯავშნებზე, გიდების მუშაობაზე, ტურისტული კომპანიების მუშაობაზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან მუშაობაზე, იმ სტრატეგიულ ქვეყნებზე, რომელზეც ვაკეთებთ აქცენტს, სადაც ვცდილობთ ქვეყანა გავხადოთ პოპულარული, მოვიზიდოთ ტურისტები. აბსოლუტურად აუგად არიან ეს ქვეყნები მოხსენიებული მართველი რგოლის მხრიდან. ტურიზმის მსვლელობაში ვიყავი და შვიცარიაზე იწყება ისტორიკოსების მსვლელობა. იქაც წავდი, იმიტომ რომ მე ისტორიკოსი ვარ ჯერ და მე მოვედი ტურიზმის სფეროში. პროტესტის ავანგარდში დგანან სტუდენტებიც. სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ახალგაზრდები ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. შემდეგ რესტორატორთა მარშს. ბოლოს კი პარლამენტთან ერთ საპროტესტო აქციად შეკრულ მსვლელობებს შეუერთდნენ. გააპროტესტეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის მილოცვაც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისადმი. სამარცხვინო არის უბრალოდ ამ ხელა უნივერსიტეტის რექტორის მხრიდან ყაველაშვილს რო ულოცავს პრეზიდენტობას. ყაველაშვილი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი, ის ვერანაირად ვერ იქნება საქართველოს სახე და რა თქმა უნდა მიჩნდება პროტესტის გრძნობა, მაგრამ ჩვენ უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვთქვავთ ამის მიმართ პროტესტს. აქამდეც აქციებს დავიდექით ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ამიტომ რექტორი არ არის უნივერსიტეტის სახე, უნივერსიტეტის სახე ვართ ჩვენ და ჩვენ გვინდა ევროპაში და რა თქმა უნდა არ ვაღიარებთ ყაველაშვილს პრეზიდენტად. მე ვარ ინჟინერიის სტუდენტი და ჩემ ენაზე დავწერეთ ხაზზე უცხადესი რამ, რომ სიმბოლო გვაძლევს მშობელ ფუნქციას პირობითად და ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მშობელი გამოდის რუსული რეჟიმი. მოთხოვნაც ცხადი არის ის ახალი არჩევნები და ასევე გათავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების და მოუწოდებთ ყველას, იმიტომ რომ ჩვენი აუდიტორიები არის ახლა აქ და აქ უნდა ვისწავლოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ. უწყვეტი პროტესტის მე-20 დღეს პროფესიული მარშები ამით არ ამოწურულა. საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები მსვლელობით ილიანიდან, ისტორიკოსები კი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ დაიძრნენ, სადაც ტრადიციულ თვითორგანიზებულ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს უწესებენ, საქართველოს პრეზიდენტს კი ევროპარლამენტში იწვევენ. სალომე ზურაბიშვილი ხვალ სტრასბურგში სიტყვით გამოვა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილებით ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ პასპორტებს ფლობენ, უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ. საქართველოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, სანამ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარების წინაშე წარდგება, იქამდე დღეს დებატები გაიმართა, ისმოდა უმწვავესი განცხადებები. ევროპელი პარლამენტარი
პარლამენტარები მკაცრ სანქციებს მოითხოვენ. ჩვენი კოლეგა გიორგი კიკაბიძე მოგუყვება დეტალურად რა ხდებოდა დღეს ევროპარლამენტში. ხარდაჭერა ქართულ ხალხს და მკაცრი სანქციები ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ევროდეპუტატები ამბობენ, რომ ახლა მოქმედების დროა. ეს მოქმედება კი უნდა იყოს მკაფიო და ერთსულოვანი, რადგან თვითგამოცხადებული მთავრობა მიმართავს რუსულ მეთოდებს, რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომელთაც აპატიმრებს და სასტიკად უსწორდება კიდეც. უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ტყუილად არ აქვთ ჩვენი იმედი, განაცხადეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რადგან მათივე თქმით 26 ოქტომბრის კენჭისყრა რუსული სპეცოპერაცია იყო. ამ პროცესში ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტს და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი ხვალ ვრცლად ისაუბრებს იმ რუსულ რეჟიმზე, რომელმაც ხალხს არჩევანის უფლება წაართვა, ევროპული გზიდან გადაუხვია და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკად იძალა. ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი პარტნიორებს მოუწოდებს იმოქმედონ ერთობლივად ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე. მათ ვისაც ძალადობაზე ეკისრება პასუხისმგებლობა უნდა დაისაჯოს. ხელისუფლებამ კი მიიღოს სასწრაფო ზომები, შეაჩეროს რეპრესიები, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტები და ხელახლა ჩაერთოს გაწევრიანების პროცესში. ევროპარლამენტარებმა უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა ქართველების მიმართ და მხარი დაუჭირეს მათ მოთხოვნებს ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. ევროპელი პოლიტიკოსების თქმით, საქართველოს ნათელი მაგალითი ხდება იმისა, თუ როგორ შეუძლია ოკუპანტ რუსეთს გარდაქმნას დემოკრატიული სისტემა ავტორიტარულ რეჟიმად ომის გარეშე. სწორედ ამიტომ ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ წნეხი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. მე მოვუწოდებ ევროკავშირს გამოიჩინოს ლიდერობა და არ დაუშვას პუტინისა და მისი მარიონეტების მიერ ევროპის კონტინენტზე თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება. ქართველები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან და მათ ევროპის მხარდაჭერა სჭირდებათ. თქვენს ევროდეპუტატებმა და თვითმარქვია ხელისუფლების სრული იზოლაცია მოითხოვეს. თითქმის ყველა გამომსვლელი დაეთანხმა ახალ არჩევნებს, რომელიც სამართლიან და თავისუფალ გარემოში უნდა შედგეს. ქართველი დემონსტრანტები გამოდიან სლოგანით გაიღვიძე საქართველო, მე კიდევ ვიტყოდი, გაიღვიძე ევროპა და დადექი დემონსტრანტების გვერდით. ქალბატონო კალას რას ნიშნავს, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე, რას ელოდებით, რომ სისხლი დაიხრება, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ციხეში ჩასვამენ, ისევე როგორც ეს პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში გააკეთეს. ძვირფასო კოლეგებო, დაყრუდით? არ გესმით, რას ყვირიან ყოველღამე დემონსტრანტები თბილისში. მე გეტყვით, რას ამბობენ ისინი. მათ არჩევნები მოუპარეს. ახლა პარავენ თავისუფლებას, მათ ოცნებას ევროპაზე. პარტია ქართული ოცნება მხოლოდ რუსეთისკენ იხედება. დებატებისას მათ თბილისში ვიზიტიც გაიხსენეს და აღფრთოვანება ვერ დამალეს იმ თავდადებული ბრძოლის, რომლის სათავეშიც ქართველი ხალხი დგას. ევროპული დროშა ქართველებისთვის თავისუფლების დროშაა. ამბობენ საქართველოს ევროპული მომავლის რეალური გულშემატკივრები. ქართული ოცნების პარტია იქცა რუსულ კოშმარად. ამ კოშმარის ლიდერებმა მოიპარეს ხალხის ხმები არჩევნებში, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ევროკავშირისკენ მიმავალი გზების დაბლოკვით მათ ხალხს იმედიც მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები არიან. ჩამოიხსნეს ნიღბები და გვაჩვენეს ნამდვილი სახე, რუსული ჩაგვრის სახე, რაც ქართველი ხალხისთვის კარგად ნაცნობია. მოსახლეობის 70% მართავს საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად ყინვაში. სტუდენტები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, მეღვინეები, რეივერები, ადვოკატები, დედები, ბებიები, ბაბუები ისინი მოითხოვენ ახალ არჩევნებს. შარშან საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი არა მისი მთავრობის გამო, არამედ ქართველი ხალხის გამო. ისინი ჩვენ შემოგყურებენ და ქმედებებს ელიან. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ? ქართული ოცნების ლიდერთა დასანქცირებით. ყველა მათგანი მხოლოდ საკუთარ სიმდიდრეზე ზრუნავს. არჩევნების გაყალბების შემდეგ მთავრობა არბებს საკუთარ მოსახლეობას და ცდილობს ევროპული დემოკრატია ბელარუსის სტილის ავტორიტარულ რეჟიმად აქციოს კრემლის ჩრდილქვეშ. ეს არის რუსული სახელმძღვანელო წიგნი, რომელიც ძალიან ნაცნობია. ეს არის დეზინფორმაციის, манипуляციის, დაშინების, ძალადობის და ბოლოს წამების სახელმძღვანელოც კი. მაგრამ რაც საქართველოში ვნახე, არის ძალიან იმედის მომცემიც. ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში. ყოველ დღე, ღამე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებში, სოფლებში. ქართველები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ლურჯი დროშით, რომელზეც ოქროსფერი ვარსკვლავებია გამოსახული. ისინი რისკის წინაშე აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს ამ ლურჯი დროშისთვის. სადაც ჩვენ მივდიოდით, მოდიოდა ხალხი ამ დროშების ფრიალით. გვესალმებოდა და ამავდროულად გვეკითხებოდა სადაა ევროპა. ქართველები ახლა იმედის თვალით შემოყურებენ. მოდით ვაჩვენოთ მათ, რომ საჭირო დროს შეგვიძლია ვიმოქმედოთ და დაუწესოთ რეალური სანქციები, ვინც რეპრესიებს ახორციელებს საკუთარ მოსახლეობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს დღეს წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებიც განიხილავდნენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი ქართული ოცნების მთავრობის მიმართ სანქციების დასაწესებლად კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მუშაობთ კონკრეტულ სანქციებზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სასტიკ ძალადობაზე და სასტიკ მიდგომაზე ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას დაიწყოს დიალოგი ეროვნულ დონეზე ყველა შესაბამის ფიგურასთან საქართველოში. შვედმა მინისტრმა კი ქართული ოცნება რეჟიმად მოიხსენია. განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მხარს სანქციებს და ყველა სხვა ზომასაც უჭერს. ნათელია, რომ რეჟიმი მუშაობს საწინააღმდეგო მიმართულებაზე. მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება იქნეს მიღებული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ დისტანციის დაჭერა არ გვინდა ქართულ ხალხთან, არამედ რეჟიმთან, რომელმაც ახლა გადაწყვიტა, რომ არ გაჰყვეს ევროპულ ამბიციებს. მნიშვნელოვანია ევროკავშირმა აჩვენოს ერთსულოვანი მხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ, რომელიც მიიწვევს ევროკავშირის წევრობისკენ. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ კარს არა ევროკავშირი, არამედ რეჟიმი ხურავს. კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. დემოკრატია და თანამეგობრობის მმართველი საბჭოს წევრი ქვეყნები კი თვითმარქვია მთავრობას რეპრესიული ტაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. სახელმწიფოები 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიების აუცილებლობაზეც ლაპარაკობენ. რას ნიშნავს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება? რეჟიმის წარმომადგენლები თავს იმშვიდებენ, რომ არადიპლომატიური პასპორტებით იმოგზაურებენ, თუმცა ექსპერტთა ნაწილი სხვაგვარად განმარტავს და შესაძლოა არალეგიტიმური ხელისუფლების წევრებს საერთოდ ვიზის რიგში ჩადგომა მოუწიოთ. უფრო მეტი დეტალი დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი, როდესაც ევროკომისიის განმარტება გამოქვეყნდება. რეჟიმი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე, არადა პოლიტიკური მნიშვნელობით. თავად ფაქტი უმძიმესი მოვლენაა. ეს იმ ფონზე, როცა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ საგარეო კურსი შეცვალა. ევროკავშირთან კავშირი ფაქტობრივად გაწყვეტილია და გაერთიანება მკაცრი სანქციების განხილვის რეჟიმშია. იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომელიც ინდივიდუალური სანქციების ამოქმედებისთვის მზადაა. მარტივად შეძლებთ ევროპის ქვეყნებში გამოსახულებას? კი, ძალიან მარტივად და თქვენ არ ინერვიულობთ. როგორ შეძლებთ? ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებთ გადაადგილებას. არანაირი პრობლემა. თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა. ვიზისთვის ყველაზე ხშირად ალბათ იტალიის საელჩოს მიაკითხავს. ყოველთვის, როცა კახა კალაძე მილანში გამგზავრებას დააპირებს შვებულების გატარებისთვის თუ საშოპინგოდ, თბილისის მერს სწორედ საელჩოს დასტური დასჭირდება. ასე კი იმიტომ, რომ ევროკავშირმა ოცნების ლიდერების დიპლომატიური პასპორტები ძალად დაკარგულად გამოაცხადა, რაც მაღალი ალბათობით მათ ჩვეულებრივ პასპორტებსაც გამოუსად ეკარს ხდის. წარმოუდგენელია, ხო, რის გამო უნდა შეუზღუდო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს გადაადგილება, ხო, ვიზის გარეშე თუ ვიზით, არ ვიცი როგორც არის, ჯერ თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული. კალაძეს თითქოს არ ესმის და თუ ვინმეს ნამდვილად არ ესმის, რატომ დააწესა ევროკავშირმა სავიზო შეზღუდვა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის? პასუხი ისევ ოცნების ქმედებებშია. ჯერ არჩევნების გაყალბება, შემდეგ საგარეო კურსის ცვლილება. დღეების განმავლობაში კი საპროტესტოდ ქუჩაში გამოსული ხალხის უმოწყალო ცემა. ის მიზეზებია, რის გამოც ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს ევროპის კარი სწორედ ოლიგარქის ანტიევროპულ პარტიას ჩაუკეტონ. ეს არის სიგნალი ევროპისგან, რომ მათ არ უნდათ ამ ადამიანებთან კალკონტაქტი და ეს ადამიანები არ არიან ევროპის ტერიტორიაზე ხელგაშლით მიღებულები და აღარ ექნებათ მაგალითად ის ფასდაკლება ყოველ ჯერზე თუ რაღაცას იყიდიან, მაგალითად როცა დიპლომატიური პასპორტით ხართ და ამ სტატუსს აჩვენებთ, დაახლოებით 21% ნებისმიერი ნაყიდი ნივთის, მით უმეტეს ცოტა ძვირადღირებულის აღარ გაქვთ, ხო? ანუ აი როცა ამ პასპორტებზე უარესქმა ხდება ევროპისგან და იძულებულები არიან ეს ადამიანები, რომ ჩვეულებრივი პასპორტით წავიდნენ თუ ევროპაში უნდა წავიდნენ, ნიშნავს, რომ გარკვეულ პრივილეგიებზე უარს ათქმევინებენ და ამით ასე ვთქვათ ჩამოაქვეითებენ მათ პრესტიჟს ევროპაში. ვინ არიან დიპლომატიური პასპორტების მფლობელები, ანუ ვის შეეხო სავიზო შეზღუდვა? სია იმდენად ვრცელია, ჩამოთვლა შეუძლებელი ხდება, თუმცა პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა ის პატრიარქს და მაღალ სასულიერო იერარქებსაც კი მოიცავს, ზოგ შემთხვევაში ოჯახის წევრებსაც. ამიტომ ისე, როგორც დღეს საზოგადოების წინაშე ირაკლი კობახიძეს და მის პარტიელებს თავის მართლება მეუღლეებთანაც მოუწევთ. შეიძლება ქონდეს ადამიანს დიპლომატიური პასპორტიც, ჩვეულებრივი პასპორტიც და შეიძლება ორივესთან მიმართებით მოუწიოს სავიზო განაცხადის შეტანა, ხო? შეიტანს ვიზაზე განაცხადს, ჩაუთხოვენ ვიზას და წავა ევროპულ ქვეყანაში. და თქვენ ამაში პრობლემას ვერ ხედავთ და ფიქრობთ, რომ ესეც სიმბოლური აქტია? ხო, პატარა დისკომფორტი არის, მაგრამ არა უმეტეს.
ოცნება თავს იმშვიდებს, ისედაც არაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უფრო რთული გზით, თუმცა შენგენის ზონაში მაინც შეაღწევენ. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ვიზის მიღების ყველა მცდელობაზე ევროკავშირი უარით გაისტუმრებს და რაც მთავარია, ცხადია პოლიტიკური გზავნილი დასავლეთი ოლიგარქის პარტიას იზოლაციაში აქცევს. საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ყველანი სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით და ევროკავშირის მიერ იმის გაცხადება, რომ მათ აღარ აღიარებენ დიპლომატიური პასპორტი, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ევროკავშირის არიან პერსონა ნონ გრატა, ანუ ესენი არიან მიუღებელი ადამიანები. ეხლა იმაზე საუბარი, რომ მიუხედავად ამისა ესენი შეიპარებიან ორდინალური პასპორტით, ნუ იმდენად სასაცილოა, იმდენად სამარცხვინოა, მე ძალიან მიჭირს ამაზე კომენტარი დაკეთება. დიპლომატიური პასპორტი თავისთავად ეს არის უბრალოდ ქაღალდი, ეს არის საბუთი, მაგრამ იმის უკან დგას ბიომეტრიული მონაცემები, ადამიანის ვინაობა, მისი საიდენტიფიკაციო კოდი და ეს ყველაფერი ნარჩუნდება ნებისმიერ პასპორტში არის იდენტურია და თუ გნებავთ პირადობის მოწმობაშიც. ამიტომ ეხლა დიპლომატიური პასპორტი გვერდზე გადავდე და წითელი პასპორტით გავედი, მაშინ ძალიან მარტივად ესე იგი შეიძლება ვიღაცამ გახსნას რაღაც საამქრო და მთელი ეს ლურჯი დიპლომატიური პასპორტები გადაღებოს წითელ ფრად, ხო? ნუ მარტივად რომ ვისაუბროთ, ესე არ არის. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება მხოლოდ დასაწყისია. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალ ზრუნვას სანქციების ეროვნულ დონეზე დაწესებისთვის დაიწყებენ. ეს უკვე გააკეთა ლიეტუვამ და ესტონეთმა, სადაც ოცნების ათეულობით ლიდერს უკვე აღარც შესვლა და აღარც ფინანსური ოპერირება შეუძლია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დიპლომატიური პასპორტების გაუქმებით ამ ნაბიჯის გადადგმა ახლა ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც გაუმარტივდებათ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ევროკავშირის დონეზე სასანქციო პოლიტიკა არ ამოქმედდეს უნგრეთისა და სლოვაკეთის გამო, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ამ დამატებით სანქციებს დააწესებენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს შეუერთდება ბრიტანეთი, ეს ავტომატურად ნიშნავს ბრიტანული საბანკო სისტემისგან გათიშვას და მე მინდა შევახსენო ჩვენ მაყურებლებსაც, რომ საქართველოს საბანკო სისტემა პირდაპირ არის ინტეგრირებული დასავლურ სისტემაში, საქართველოს ბანკები იყიდება ბრიტანეთის საფონდო ბირჟებზე. გამორიცხული არც ისაა, უფრო მძიმე სანქციებზე შეთანხმება არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ ევროკავშირის შიგნითაც მოხერხდეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გუშინდელ სხდომაზეც სცადეს, რაც თავად კაია კალასმაც დაადასტურა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიდა, მათ შორის ისევ ივანიშვილის მოკავშირე ორბანის გავლენით. და სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შესახებ. ეს განცხადება წარმოადგენს პასუხს ირაკლი ყობახიძის მისამართით და იმ მადლობაზე, რომელიც ივანიშვილის პრემიერისგან დღეს გამართულ ბრიფინგზე მოვისმინეთ. ამ ბრიფინგზე ყობახიძე მადლობა გადაუხადა სწორედ რუმინეთს და მასთან ერთად ევროკავშირის კიდევ 4 წევრ ქვეყანას იმისთვის, რომ როგორც თავად განაცხადა, ამ ქვეყნებმა ოცნების მიმართ კიდევ უფრო მკაცრი შინაარსის სანქციების ამოქმედება დაბლოკეს. რუმინეთის საგარეოს განმარტებაში კი ვკითხულობთ, რომ ეს არის მდგომარეობის არაზუსტად წარმოდგენა და რომ რუმინეთი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის დიალოგის შეჩერებისა და ასევე მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის შესახებ. მადლობა სალომე, პირდაპირ ეთერში სალომე ლაბაძე საუბრობდა. რეჟიმის ძალადობის, სისასტიკისა და განუკითხაობის სრული სურათი ჩანდა დღეს საქალაქო სასამართლოში 20 წლის დავით გოგილაშვილის პროცესზე. აქციის მონაწილე სპეცრაზმა დააკავა სასტიკად სცემა 9 საათი მიკროავტობუსში სისხლდენით გამოკეტა და ბოლოს გაძარცვა კიდეც. ამ შემზარავი ფაქტების ფონზე გამოძიება თავად გოგილაშვილს ედავება სამართალდარღვევას. წამების შოკის მომგვრელი ისტორიის მოსმენის შემდეგ საპასუხოდ მოსამართლემ თქვა, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს, მაგრამ სასამართლო სხვა საქმეს განიხილავდა. პროცესი იმდენად რეზონანსულია, რომ მას ევროპის 6 ქვეყნის დიპლომატები ესწრებოდნენ, მათ შორის ესტონეთიდანაც, რომელმაც მოსამართლე ნინო ენუქიძე უკვე დაასანქცირა. თუ ჩამოყალიბო მეორე ხდება გადაუშვებია, რასაც მე ძალიან რეალურად დავუყავდი, იმიტომ რომ აღარ ვიცოდი სად ვიყავი, დროსაც და სივრცეში ორიენტაცია დავკარგე.
20 წლის დავით გოგილაშვილს, რომელიც წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან, დღეს სისტემა სამართალ დარღვევაში ადანაშაულებს. გოგილაშვილმა სასამართლოში დეტალურად გაიხსენა მის მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული სისასტიკე, რის გამოც ოპერაციაც კი დასჭირდა. მშვიდობიან დემონსტრანტს ძალადობის კვალი ამ დრომდე ეტყობა. კამერებისგან მიმაღულად შემოხვედრა სპეცრაზმერმა ამომრყა წიხლი სახის არეში, სადაც ვიქცენი რომ ცხვირი გამიტყდა, ჩემს სისხლთან ერთად მოდიოდა შედედებული სისხლი ცხვირიდან და უკვე მივხვდი რომ მე შეიძლება და ამას ვერ გადავურჩა, იმიტომ რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს დილიდან იყო ყურადღების ცენტრში. 6 ქვეყნის დიპლომატები და საელჩოების წარმომადგენლები საგანგებოდ მივიდნენ სასამართლოში და სასტიკად ნაცემი გოგილაშვილის საქმის განხილვას დაესწრნენ. პროცესს უძღვებოდა ესტონეთის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ნინო ენუქიძე, რომელმაც გოგილაშვილს ჩვენების მოსმენის შემდეგ განუცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშწორების დეტალების განხილვას საქმე არ ითვალისწინებს და მისი კომპეტენცია არ არის. ძალადობას არანაირი განსხვავება ჩემს კონკრეტულად თქვენი მხრიდან საუბარი სამართალდაბლების ჩადენა ან ჩადენის დავით გოგილაშვილს გატეხილი აქვს ცხვირი და სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ამბობს, რომ საპროტესტო აქციიდან შიმბრუნდებოდა. გზად მაღაზიაში ფუნთუშების საყიდლად შეიარა. გამოსვლის შემდეგ კი მოუწია ათობით ნიღბიანი რობოკოპისგან შემდგარი ეგრეთ წოდებული კორიდორის გავლა. სწორედ აქედან დაიწყო ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ახალგაზრდა წამებას უწოდებს. გვიყვება, რომ დაკარგა გონებაც, მაგრამ სპეცრაზმელები მასზე ძალადობას მაინც აგრძელებდნენ. კიველები ის რაც მომაყენეს კიდევ გრძელდება, დამრჩა თავის კიველები და ცხვრის კიველები არ მასვენებს და ძილშიც კი მიშლის ხეთს. ძალიან მნიშვნელოვანია დაისაჯოს ყველა ადამიანი, რომელმაც ჩემ მიმართ კანონით არღვია, იმიტომ რომ მე არ ვიქნები ბოლო ესე თუ გაგრძელდა. სასამართლო პროცესი 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა და დასანქცირებულმა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო და სხდომაზე შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა. ეს იმ ფონზე, როდესაც პროცესს მათ შორის ესტონეთის, ევროკავშირის და ბრიტანეთის საელჩოები ინტერესით აკვირდებოდნენ. პროცესზე მედია საშუალებების მიერ დაფიქსირებული სასტიკი ძალადობის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს. გამოკითხეს მოწმეებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოქმის შემდგენი პოლიციელები მიიყვანა სასამართლო დარბაზში, რომლებმაც გოგილაშვილის ადვოკატის შეფასებით ცრუჩვენება მისცეს და ფიზიკური ძალადობა უარყვეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ნახეთ სრულ მოწმეები, რომლებიც პრაქტიკულად სასამართლოზე მოდიან და აძლევენ იმ ჩვენებას, რომელიც სინამდვილეს არ შესაბამება. საინტერესოა, რომ მათ აღწერეს, რომ დაზიანებები არ ქონდა, არ ჭირდებოდა სამედიცინო დახმარება და მასთან ერთად გაატარეს 10 საათზე მეტი და აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და რეალურად მას არ მისცეს შანსი ესარგებლა სამედიცინო დახმარებით. 9 საათის განმავლობაში სისხლდენიანი გოგილაშვილი დაკავების მანქანაში ამყოფეს, სადაც მასზე ფიზიკურ ძალადობას ისევ აგრძელებდნენ. 20 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ იძულებულები გახდნენ კლინიკაში გადაიყვანათ. სასამართლო პროცესს დღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებოდნენ, რომლებიც რეალური დამნაშავეების დასჯას და მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონო სასჯელებისგან გათავისუფლებას ითხოვენ. რასაც უყურეთ კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, თუ რამდენად ჩართულია მთელი სისტემა აი ამ ძალადობაში და როგორ მოქმედებს ის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ ნახეთ პოლიციელები, რომლებიც უბრალოდ უსირცხვილოდ იტყუებიან, ხომ ესენი არიან ცრუ მოწმეები. მოიკითხება, ყველა იმ ადამიანს მოიკითხება, რომელიც ჩართულია აი ამ ახალგაზრდების ცემაში და მათზე ძალადობას. ყველას მოიკითხება. დავით გოგილაშვილს საგამოძიებო ორგანო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას დაუმორჩილებლობას ედავება. ეს მაშინ, როცა მასზე თავდამსხმელები არც გამოვლენილები არიან და არც პასუხისგებაში მიცემულები. ახალგაზრდას ობიექტური ვერდიქტის მოლოდინი არ აქვს, თუმცა დანებებას არ აპირებს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე 9 იანვარს 12 საათზე გამოაცხადებს.
რეჟიმმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოძალადეებად და მძარცველებადაც აქცია. Დასჯილი პოლიციის გრაფაში ისევ ნულია. გამოუძიებელია ძარცვის შემთხვევებიც. აქციის მონაწილეებს ცემის შემდეგ ძვირადღირებულ ნივთებსაც ართმევენ. რეპრესიების დროს სისტემა მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებებს ტოტალურად ხელყოფს, მათ შორისაა სამედიცინო დახმარების, სატელეფონო ზარით სარგებლობის აკრძალვა. ბოლოს ერთვება სასამართლო რგოლი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ართმევს დემონსტრანტებს. ძალადობის პირველი ღამიდან 20 დღის თავზე. არც ერთი ძალოვანი პასუხისგებაში მიცემული არ არის. 500-მდე ნაცემი მოქალაქიდან არც ერთის გამო განსასჯელის სკამზე არავინ ზის მძიმე სამედიცინო დიაგნოზების თუ ვიდეო კადრების მიუხედავად. საპოლიციო ძალების არც ერთი წარმომადგენლისთვის პასუხი არც სხვა დანაშაულის გამო მოუთხოვიათ. როდესაც ცემდრე და როდესაც მე მანქანაში ტენიდნენ ხოლმე რომ ამ ადამიანებზე ფიზიკურად ეძალადათ, აი მაგ დროს ჯიპიდან უღებდნენ ყველაფერს. პარავდნენ ტელეფონებს, პარავდნენ საფულეს. მე რამოდენიმე ფაქტიც კი ვიცი, როდესაც საქორწინო ბეჭედიც კი მოპარეს. მე საზოგადოებას მინდა აუხსნა, რომ ეს რაიმე საგამოძიებო მოქმედებების ქვეშ კი არ ამოიღეს ეს ტელეფონები. კი არ დალუქეს. მწვანე შუქი არის ამაზე ანთებული, რადგან ეგრეთ წოდებული GDD-ს თანამშრომლები, რომლებიც ბრძანების გარეშე არაფერს არ აკეთებდნენ. როდესაც თუ გაიგო შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ ესეთ რაღაცებს აკეთებდნენ, დღემდე ერთი ტელეფონით რატო არ არის დაბრუნებული, ან გამოძიება რატო არ არის, ხო დაწყებული. დამნაშავე ძალოვანების მსგავსად არსად ჩანს ათობით დემონსტრანტის პირადი ძვირადღირებული ნივთები. იურისტები, რომლებსაც სხვადასხვა დროს არაერთი აქციის, არაერთი მონაწილის უფლებები დაუცვიათ, ქურდობის მსგავს შემთხვევებს ვერ იხსენებენ. აქამდე პირად ნივთებს პოლიცია დემონსტრანტებს მხოლოდ ოფიციალური წესების დაცვით ართმევდა. ფიზიკური ძალადობის თუ ქურდობის ფაქტების გარდა დანაშაულად მიიჩნევენ უფლებადამცველები დროული სამედიცინო დახმარების აკრძალვასაც. ასეთი არაერთი ფაქტია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმეებში. დაკავების ადგილიდან, იზოლატორებსა თუ სასამართლოს დარბაზებიდან, ნაცემ პატიმრებს კლინიკებში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გონების დაკარგვის შემდეგ უშვებდნენ. მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარმა მოგვიყვა, რომ მას ეუბნებოდნენ, რომ სიმულირებს, როდესაც ითიშება და ეს უფრო მოპროვოცირებელი ხდებოდა მათი ცემის. ამის შემდგომ ხდებოდა მათი წაყვანა ასეთივე მდგომარეობაში განყოფილებებში და თუ ძალიან დამძიმდებოდა, მას შემთხვევაში მხოლოდ მაგ შემთხვევაში ხდებოდა გამოძახება სასწრაფო სამედიცინო დახმარების. ხშირ შემთხვევაში, რასაც გვიყვებიან, არის ის, რომ სწორედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იყვნენ ის პირები, ვინც ამბობდნენ, რომ მათი მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ აუცილებლად უნდა გადაიყვანათ კლინიკებში. გქონდა შემთხვევები, როდესაც იზოლატორში ჩვენს იურისტებს მოუწიათ, რომ ებრძოლათ იმისთვის, რომ გამოძახებული ყოფილიყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მათ ცხელ ხაზებზე დაკავების შესახებ ჯამში 450-ზე მეტი შეტყობინებაა შესული. 300-ზე მეტი პირი იზოლატორებში მოინახულეს, რომელთა უმრავლესობა ნაცემია მიზან მიმართულად. დაკავებულთა და დასჯილთა სტატისტიკა თითქმის იდენტურია, რადგან სასამართლო მათ ერთმანეთის მიყოლებით სამართალდამრღვევებად აცხადებს. ასე მოქმედებს ისეთი ქვეყანა, როგორც არის რუსეთი და ზუსტად და რუსეთის მთავრობა და ზუსტად ამას ემსგავსება ახლა ჩვენი მთავრობა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის, რომ საჯარო სამსახურში არიან წესიერი ადამიანები, რომლებიც ამას ემიჯნებიან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სამართალდამცველები მაინც დღესდღეობით ემსახურებიან ქართულ ოცნებას. კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც დაკავებულთა უმრავლესობას შეეხო, სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობის აკრძალვა. რის გამოც აქციის მონაწილეებს ოჯახის წევრები საათების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა იზოლატორებში ეძებდნენ. ეს ახალი პრაქტიკა არ არის. იგივე პრობლემის წინაშე იყვნენ დემონსტრანტები რუსული კანონის აქციების პერიოდშიც, რამაც მაშინ სავარაუდოდ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრის ჯანმრთელობა და სიცოცხლეც შეიწირა. უყურადღებოდ დარჩენილი ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სახლი ავრცელებს. როგორც მოგვიყვა, მას არ მისცეს, როდესაც დააკავეს, მას არ მისცეს საშუალება, რომ დაერეკა დედასთან, რომელსაც ის უვლიდა მარტო ცხოვრობდა დედასთან ერთად და ამ 2 დღის დაკავების შემდეგ დედამისის სიტუაცია დამძიმდა და ცოტა ხანში გარდაიცვალა ამ ამბების შემდეგ. დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანები აღარ არიან პრიორიტეტი და ანუ აღარ არსებობს ეს სისტემა უფლებების, თავისუფლებების დაცვის და სრულიად მოშლილია.
ნაცემი დემონსტრანტების უმრავლესობას ჯერ დაზარალებული სტატუსიც კი არ აქვს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩატარებული თუ ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არაფერს ამბობს. ეს უწყება, რომ უმოქმედოა ასე მხოლოდ დემონსტრანტები არ ფიქრობენ. კოკა კაციდაძე ახლა უკვე საერთაშორისო პარტნიორების მიერ სანქცირებულთა სიაშია. ტიტუშკები და პროვოკაციები რეჟიმის ხელწერა, როგორ ძალადობს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებული პირებით მოქალაქეებზე. არის თუ არა ახლაც დაკავებული ის ორი ტიტუშკა, რომელიც მეტროში ძალადობდა და პროვოკაციებს აწყობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება არ არის მკაფიო და დაზუსტებას საჭიროებს. არ არის გამორიცხული გამოძიება პირიქით იმ მომიტინგეებითაც დაინტერესდეს, რომლებიც მათგან თავს იცავდნენ. მეტროში პოლიცია უმოქმედო იყო. შავებში ჩაცმული ორი პირი მეტროდან ამოსვლის შემდეგაც აწყობდა პროვოკაციას, როცა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. ჩვენ აი ამ რეპორტაჟს